თუ ცხვირიდან სისხლი წამოგივა, ამბობენ რომ წადის სისხლი საერთო გაიკეთე, რატომ? იმიტომ რომ ეშინიათ სიმსივნის. მაგრამ სინამდვილეში უმეტესად ეს სიცივის ბრალია. თუ ტუჩები გისკდება, ხშირად გეუბნებიან რომ ეს B ვიტამინების ბრალია ან რკინის ბრალია. სინამდვილეში უმეტესად ეს იმის ბრალია, რომ ადამიანი ტუჩებს ხშირად ილოკავს. ზუსტად ამიტომ ჩვენ ვისაუბრებთ 15 ყველაზე გავრცელებულ ნიშანზე და ვიტყვით რა არის სიმართლე, რა იწვევს მას და როგორ უნკურნალოთ. თეთრი ლაქები ფრჩხილებზე და ბავშვობაში თქვენ თვითონაც ალბათ ხშირად გქონიათ თეთრი ლაქები და ზოგი ამბობდა რომ აი სრული უნდა ჩაიფიქრო და მე აგისრულება და რაღაცა შტები. სინამდვილეში ეს იმის გამოა რომ ბავშვის ფრჩხილის მატრიქსი არის თხელი, ადვილად ზიანდება და მიკროტრამების შედეგად ჩნდება ეს თეთრი ლაქები. უმეტესად ასეა. უმეტესად არ არის დაკავშირებული რამე მნიშვნელოვან პრობლემასთან. დიდობაში თუ არის შესაძლებელია იყოს თუთიის დეფიციტთან დაკავშირებული, ამიტომ ადამიანებს ვისაც აქვს თუთიის დეფიციტი, უფრო მეტად უჩნდებათ ეს თეთრი ლაქები, მაგრამ თუთიის დეფიციტი სხვა სიმპტომებსაც იწვევს, მაგალითად თმების გათხელება, ან კანზე დერმატიტი, პირის გარშემო განსაკუთრებით, ან ხშირი ინფექციები და ამის გამოსავალი არის თუთიის მიღება. თუთიის მიღება სასურველია 30 მილიგრამი დღის განმავლობაში, 12 კვირა მაინც და თუ კი 40 მილიგრამზე მეც მიიღებთ დღის განმავლობაში, მაშინ კუპერთან ერთად უნდა მიიღოთ, ანუ სპილენძთან ერთად, თორე სპილენძის დეფიციტს გამოიწვევს. საუკეთესო ფორმა თუთიის არის თუთიის პიკოლონატი, ან თუთიის ციტრატი, ან თუთიის გლუკონატი, არ უნდა მიიღოთ თუთიის ოქსიდი, არ შეიძლება ძალიან ცოტა შეიძლება სხვა ფორმებიც უმეტესად ნაკლებ ეფექტურია. საუკეთესო შეწოვისთვის თუთიის მიღება ჯობია უჭმელზე, მაგრამ თუ იწვევს ზოგჯერ იწვევს ხოლმე გულისრევა და ღებინების შეგრძნებას და ასეთ შემთხვევაში საკვებთან ერთად უნდა მიიღო და არ არის სასურველი მისი მიღება კალციუმის საკვებთან ამატებთან, ყავასთან და რკინასთან ერთად. მეორე ნიშანი არის ქუსლებზე ნახეთქები, საკმაოდ ხშირია, თითქმის ყოველ მესამე ადამიანს აქვს, განსაკუთრებით 40 წლის ზევით, განსაკუთრებით ვისაც დიაბეტი აქვს, ან ჭარბწონიანია, ან მშრალ კლიმატში ცხოვრობს, ან უბრალოდ დიდხანს უწევს ფეხზე დგომა. ძირითადად ეს ვითარდება იმიტომ, რომ ქუსლის კანი ისედაც არის სქელი და მექანიკური დატვირთვა აქვს დიდი, ზეწოლა აქვს დიდი, განსაკუთრებით თუ დიდხანს დგახარ ან თუ ჭარბწონიანი ხარ, კანი სქელდება დროთა განმავლობაში და ჩნდება სიმშრალისგან და ფრიქციისგან, ხახუნისგან და ზედმეტი დატვირთვისგან ჩნდება ნელ-ნელა ნაპრალები. შესაძლებელია კი რომ სოკოვანი ინფექცია იყოს, მაგრამ უმეტესად სოკოს ბრალი არ არის, ეს არის კანის სიმშრალის და მექანიკური სტრესის და ზეწოლის ბრალი. იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვევს რკინის დეფიციტმაც, რადგან კანი უფრო მსხვერპლად ხდება, როცა რკინის დეფიციტი აქვს. ზოგჯერ შეიძლება გამოიწვევს თუთიამაც, თუთიის დეფიციტმაც, რადგან კერატინოციტების აღდგენა უფრო შენელებულია ამ დროს, მაგრამ როგორც წესი ეს არის მხოლოდ მექანიკური პრობლემა. ამიტომ არის რომ მკურნალობაც ეფექტურია ადგილობრივი კრემები, ურიას კრემი 10-დან 25%-მდე ეფექტურია 7 დღის განმავლობაში. ასევე მექანიკური მოშორება ამ ზედმეტი კანის ყოველკვირეულად სპეციალური ქვები არის და შესაძლებელია ნაზად ყოველი შხაპის შემდეგ. მესამე ხშირი ნიშანი არის კანის აკერცვლა ცხვირზე და შუბლზე. ტეს ეძახიან, ტესებრად არის და ეს ტესებული აკერცვლა ტეზონას ეძახიან ემართებათ ხოლმე ადამიანებს. უმეტესად ეს ხდება სებორიული დერმატიტის გამო, პოპულაციის თითქმის 10%-ს აქვს, განსაკუთრებით მამაკაცებს, განსაკუთრებით ვისაც აქვს ცხიმიანი კანი და უწევს ცივ სეზონში ყოფნა. ზოგ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს და დაეხმაროს ომეგა-3 და ომეგა-3-ის დეფიციტის გამო იყოს, მაგრამ უმეტესად ეს არის სოკოს ზრდა, მალასიჟია, ასე ქვია, ეს არის სოკოს ერთ-ერთი სახეობა. ეს სოკო მოინელებს ცხიმს და გამოყოფს ანთებით ცხიმოვან მჟავებს და ვითარდება აკერცვლა კანის, გაღიზიანება, სიცითლე, ზოგჯერ ეკავება ადამიანს. პირველი რიგის მკურნალობა ესეთ დროს არის სოკოს საწინააღმდეგო თერაპია, მაგალითად კეტოკონაზოლი, 2%-იანი შამპონი ან კრემი კვირაში რამდენჯერმე და ანთების საწინააღმდეგო კრემებიც, მაგალითად ჰიდროკორტიზონი 1%-იანი შესაძლებელია გამოიყენოს ადამიანმა თქვა 5 დღის განმავლობაში, მაგრამ როგორც წესი საჭირო არ არის ხოლმე. ომეგა-3 დაეხმარება მცირედით, ამ დროს ომეგა-3-ის დოზირება არის 2000 მილიგრამი EPA plus DHA, ანუ ეს ორივეს უნდა შეიცავდეს, არა უბრალოდ თევზის ქონი კი არ უნდა იყოს 2000 მილიგრამი, არამედ EPA ან DHA, 2000 თუ არ იქნება 1000 მაინც უნდა იყოს, 700 მაინც უნდა იყოს მათი ჯამი და 8 კვირის განმავლობაში. შემდეგი ნიშანი არის ხშირად სისხლდენა ცხვირიდან. სისხლდენა ცხვირიდან
ადამიანის 10%-ს ემართება რაღაც პერიოდში ერთხელ წელიწადში რამდენჯერმე, განსაკუთრებით ადამიანებს, ვინც მშრალ სეზონში არიან, განსაკუთრებით ზამთრობით, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ ჰიპერტენზია და ან ცხვირში ვინც იხურებს ცხვირის სტეროიდებს. ცხვირის კაპილარული ქსელი, სისხლდარღვევები, ან ცხვირის სისხლდარღვევები არის ახლოს ცხვირის ლორწოვანთან, შესაბამისად და არის ნაზი და უხი სისხლმომარაგება აქვს ცხვირს. და ამ მცირედი დეფექტის, მცირედი დაზიანებაც იწვევს სისხლდენა და ამიტომ არის რომ განსაკუთრებით მშრალ ამინში, განსაკუთრებით სიცივეში ადვილად შრება ცხვირი. შესაბამისად ზოგ ადამიანს კი ახასიათებს ცხვირში თითის შეყოფა და ეს ან ნებისმიერი მექანიკური ფიზიკური დაზიანება იწვევს ამ ლორწოვანის დაზიანებას, ზიანდება ეს წვრილი სისხლძარღვები და შემდეგ ადამიანს ემართება სისხლდენა. ასევე ხშირია რინიტის დროს, ინფექციების დროს, როცა ადამიანს ემართება ცხვირის ანთება ვირუსული ინფექციების გამო. ზოგ შემთხვევაში შეიძლება კი რომ წნევის გამო იყოს და ან ანტიკოაგულანტების გამო და იშვიათ შემთხვევაში შეიძლება ლეიკემიის გამოც, მაგრამ ეგეთი შემთხვევები ძალიან იშვიათია, უმეტესად ეგ არ არის პრობლემა. საკვები დანამატებიდან რაც დაეხმარება ამას არის ვიტამინი C. ვიტამინი C ყველაზე რელევანტური, იმიტომ რომ აუცილებელია კოლაგენის სინთეზისთვის. კოლაგენი ასტაბილურებს კაპილარებს, ან კაპილარებს ამყარებს მოკლედ კოლაგენი და ამიტომ არის რომ ვისაც ადვილად ემართება ცხვირიდან სისხლდენა, C ვიტამინი ხშირად შველისხმობა და C ვიტამინის დეფიციტს ახასიათებს ცხვირიდან ხშირი სისხლდენა, მაგრამ ხრძილებიდან სისხლდენაც, ადვილად ჩალურჯებები და დაყრილობაც ახასიათებს. თუ C ვიტამინს მიიღებს ადამიანი, დღის განმავლობაში საუკეთესო დოზირება არის რომ 250 მგ-დან 500 მგ-მდე შესაძლებელია. 4 კვირის განმავლობაში მაინც უნდა მიიღოს ადამიანმა საკვებთან ერთად. და იმისთვის რომ კაპილარული დასტაბილურდეს 2 კვირა მაინცაა საჭირო. მეხუთე ნიშანი არის ღამისოფლიანობა. ღამისოფლიანობა აწუხებს ქალებს უმეტესად. უმეტესად 45 წლის ზევით, როცა მენოპაუზა დგება და მის მერეც აზრი არის ის რომ ესტროგენების დონე რო ეცემა ეს ჰიპოთალამუსისთვის ან ჩვენ ტვინის ცენტრისთვის, რომელიც არეგულირებს ჩვენს ტემპერატურას, მოქმედებს უარყოფითად მოკლედ და ეკარგება განცდა ადვილად ეს ფანჯარა ტემპერატურული რეგულაციის ფანჯარა ეშლება მოკლედ და უფრო ვიწრო დგება და უფრო ადვილად აღიქვავს იმას, რომ დაცხა და ამიტომ სიმპათიკური ნერვული სისტემა აქტივდება და ოფლი დაასხავს ადამიანს. ეგ არის უმეტესად ხდება ხოლმე ქალების შემთხვევაში, კაცების შემთხვევაში შესაძლებელია, ასევე შესაძლებელია ადამიანები, რომლებიც არიან ანტიდეპრესანტებზე, ასევე რომლებსაც აქვთ შფოთვითი დარღვევები და შფოთვითი აშლილობები და ასევე იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ დიდი სტრესი და ინფექციების დროსაც რა თქმა უნდა შეიძლება იყოს ტუბერკულოზი ან სხვა ინფექცია. ღამისოფლიანობები ახასიათებს სიმსივნეებსაც, ლიმფომას, ლეიკემიას მაგალითად, მაგრამ იშვიათია ესეთი შემთხვევები. იშვიათად ხდება. შესაძლებელია ასევე იყოს B ვიტამინის დეფიციტთან, B1 ვიტამინის დეფიციტი, რადგან იწვევს ავტონომიური სისტემის ინსტაბილურობას და სიმპათიკური სისტემა ის ოვერრეაქტიულობას და სიმპათიკური სისტემის გააქტიურება რას იწვევს, რომ საუფლე ჯირკვლებს აქტიურებს ჩვენს კანზე და მე ადამიანს ასხავს ოფლი ეგ არის. ვიტამინი B12-მაც შეიძლება ითამაშოს თავისი როლი, მაგალითად იწვევს ნეიროპათიას და ავტონომიურ ინსტაბილურობას ასევე ესეც. ზოგჯერ მაგნიუმის დეფიციტიც იწვევს, რადგან სიმპათიკური ტონი მომატებულია ზოგადად და მეტად სტიმულირდება საუფლე ჯირკვლები მაგ დროსაც, როცა მაგნიუმის დეფიციტი აქვს ადამიანს. ამიტომ კი შესაძლებელია რომ B1 ვიტამინი დაეხმაროს 100 მგ დღის განმავლობაში ადამიანს, ზოგჯერ B12 ვიტამინი 1000 მიკროგრამი დღის განმავლობაში და მაგნიუმი 400 მგ საღამოობით. მეექვსე ნიშანი, რომელიც საკმაოდ ხშირია, ეს არის ტუჩების დახე თქვა. ძირითადად ვითარდება ხოლმე ცივ და მშრალ კლიმატში, ზამთრის თვეებში, განსაკუთრებით როცა გარეთ უწევს დიდხანს ყოფს და განსაკუთრებით ადამიანს როცა საკუთარ ტუჩებს ისველებს ხოლმე ნერწყვით და ხშირად ილოკავს ხოლმე ტუჩებს. აი ესეთი ადამიანებისთვის ყველაზე ხშირად ვითარდება ტუჩების დახე თქვა, რადგან ტუჩის კანი არის თხელი, ტუჩს არ აქვს ბუნებრივი ცხიმოვანი ჯირკვლები, შესაბამისად ვერ ტენიანდება ადვილად, ვერ ცხიმიანდება ადვილად, რომ მას ფიზიკური დაცვა ქონდეს. შესაბამისად ადვილად შრება
შესაბამისად მიკრონაპრალები წარმოიქმნება ადვილად, ანთება ვითარდება, განსაკუთრებით ნერწყვით როცა ასველებს, საკუთარი ნერწყვი პირიქით უფრო მეტად აშრობს, იმიტომ რომ ეს ნერწყვი მალევე ორთქლდება და უფრო მეტად შრება, უფრო მეტად ცივდება ტუჩები. თან კიდე ნერწყვიდან ბაქტერიები შეიძლება გადავიდეს და პირიქით უფრო გაღიზიან ტუჩები ამ ბაქტერიებმა, ისედაც მიკროტრამები ამ დროს ტუჩებზე. შესაძლებელია კი რომ რკინის დეფიციტმა გამოიწვიოს, შესაძლებელია რომ B ვიტამინების დეფიციტმა გამოიწვიოს, შესაძლებელია ეს ყველაფერი, მაგრამ შედარებით იშვიათია. B ვიტამინებიდან B2 ვიტამინის დეფიციტი იწვევს და რკინის დეფიციტიც შესაძლებელია. ყველაზე ეფექტური მკურნალობა თუ კი ტუჩები უსწრება ადამიანს, ერთ-ერთი ყველაზე იაფი და მარტივი არის ვაზელინის წასმა, რომელიც ტუჩისებიც იყიდება და ატენიანებს ინახავს დატენიანებულს კანად და თან ავსებს იმ მცირე მიკროტრამებს, რომელიც მიკრონაპრალებს, რომელიც შეიძლება გაჩნდეს გამოშრობის შედეგად. ამიტომ დღეში რამდენჯერმე შესაძლებელია მისი წასმა. ადამიანმა არ უნდა გაილოკოს ტუჩები, ეგ მნიშვნელოვანია ძალიან, რადგან ის აუარესებს ყოველთვის მდგომარეობას. და რკინის მიღება შესაძლებელია 50 მგ, ქალებისთვის განსაკუთრებით თუ რკინის დეფიციტი აქვს. რიბოფლავინი შესაძლებელია, მაგრამ როგორც წესი არ არის ხოლმე საჭირო დამატებით B ვიტამინების მიღება, თუმცა შესაძლებელია B2 და B12-იც დაეხმარება რაღაც დონეზე. მნიშვნელოვანი ნიშანი არის ღამის ფეხის კრუნჩხვა, ანუ ფეხის გაკვანძვასაც ეძახიან ხოლმე, კრამპს ეძახიან. და ხშირია ძალიან ადამიანებს ემართება, თითქმის ადამიანების 40% ცხოვრების განმავლობაში და უფრო ნაკლებს კიდე ყოველდღიურობაში, ყოველდღე მსვლად არა, მაგრამ წლის განმავლობაში რამდენჯერმე. ორსულებში უფრო ხშირია, ასევე იმ ადამიანებში, ვინც დუნე ცხოვრების წესით ცხოვრობს. და რა ხდება? ამ დროს ხდება მოტორული ნეირონების ზედმეტად აღგზნება და კუნთი იკუმშება, კუნთი რო იკუმშება, ეს უნებლიე შეკუმშვას მოძლევს კუნთის სპაზმია რეალურად და მოძლევს ის რომ ჟანგბადს ვეღარ იღებს კუნთი და მე ანთების მედიატორები გამოიყოფა, ეს ანთების მედიატორები ტკივილის რეცეპტორებს აქტიურებენ და ადამიანს აქვს იშემია და ტკივილის შეგრძნება. აი ეგ არის აზრი და ტკივილი აღვიძებს ხოლმე და ძლიერი სპაზმი აღვიძებს. ეს შეიძლება იყოს ელექტროლიტების იმბალანსის გამო, შეიძლება ორსულობაში ძალიან ხშირია, შეიძლება იყოს პერიფერიული ნეიროპათიაც და ზოგ შემთხვევაში მედიკამენტებითაც გამოწვეული, განსაკუთრებით დიაბეტის და სტატინებმა შეიძლება გამოიწვიონ და რაც შეეხება ელექტროლიტებს, ყველაზე ხშირად მაგნიუმის პრობლემაა, ეგ მაგნიუმი იწვევს. მაგნიუმი რას აკეთებს? მაგნიუმი მონაწილეობს კალციუმის არხების ფუნქციონირებაში კუნთებში რა და როცა მაგნიუმი არის დაბალი, კალციუმის კუნთებში შესვლა იზრდება, კალციუმის კუნთებში შესვლა კუნთს უფრო ძლიერად კუმშავს და ზედმეტად აღგზნებას იწვევს მოკლედ კუნთის და განსაკუთრებით ასაკონებში ხშირია იმ ადამიანებში, ვინც დიურეტიკებს, ანუ შარდენებს ხმარობენ და ორსულობის დროს. ასევე ზოგჯერ შეიძლება იყოს კალიუმის დეფიციტის დროსაც, როცა ადამიანს აქვს კალიუმის დეფიციტი, კუნთის ჰიპერაღგზნებადობა ვითარდება. ამ დროს არის ერთ-ერთი კარგი საშუალება არის ვარჯიში გაჭიმვა, ზედმეტი ვარჯიში არა, ოღონდ რაღაც წარმოუდგენლად ძლიერი ვარჯიშები და დიდი ხნის ვარჯიშები პირიქით შეიძლება გაზარდოს, თუ ზედმეტად დაიღალა კუნთი, გაზარდოს აი ამ ფეხების კრუნჩხვის და კრამპის ალბათობა. ჰიდრაცია მნიშვნელოვანია, წყლის საკმარის რაოდენობით მიღება და მაგნიუმის საკვები დანამატი. მაგნიუმი 400 მგ დღის განმავლობაში, მაგნიუმის გლუკონატი ან ციტრატი, ზოგადად მაგნიუმის ოქსიდი ნაკლებად შეიწოვება ასევე. ეს მაგნიუმი მიიღება საღამოობით ძილის წინ დაახლოებით 1 საათით ადრე. კალიუმის საკვებ დანამატად მიიღება როგორც წესი საჭირო არ არის ხოლმე, რადგან კალიუმის დეფიციტის აღმოფხვრა იმ ფარგლებში, რაც ჩვეულებრივ ადამიანებს შეიძლება დაემართოთ, შესაძლებელია ბანანის, კარტოფილის და მწვანე რაც ამბოსტნეული მაგის მიღებით, ძირითადად საკმარისია და არ საჭიროებს დამატებით საპლემენტაციას. და მერვე ნიშანი, რომელიც ადამიანებში ხშირია, ეს არის თვალების სიმშრალე, როგორც წესი არ არის ვიტამინების დეფიციტი, ეს არის ცრემლის წარმოქმნის პრობლემა ხშირად ან ანთების პრობლემა. ამიტომ მისი დატენიანება არის მნიშვნელოვანი და ზოგჯერ ცრემლი არ არის საკმარისი, ეს ერთ-ერთი მიზეზია. ზოგჯერ შეიძლება ცრემლის ამოშრობა ხდება ჩქარა, ეს შემდეგი მიზეზია. შესაძლებელია ცხიმის ჯირკვლების დისფუნქცია, რომელმაც წესით უნდა და ცხიმი გამოყოს, ესეც შესაძლებელია. და ასევე როცა ადამიანები დიდხანს ზიან კომპიუტერთან, დიდხანს ზიან წიგნებთან, ტელევიზორთან და თვალებს არ ახამხამებენ. ანუ ამ დროს პირდაპირ მექანიკურად ხდება თვალის გამოშრობა.
და ეგეც მნიშვნელოვანი პრობლემაა ადამიანებისთვის. ასე დროს რისი გაკეთება შეიძლება? ყველაზე ეფექტური მეთოდი არის ხელოვნური ცრემლის გამოყენება ესეთ დროს. შესაძლებელია ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებსაც ქონდეს თავისი აზრი და ომეგა-3-ის მიღება შესაძლებელია. ზოგჯერ ავიტამინიც ეხმარება ხოლმე, რადგან კონექტიური მუცინის პროდუქციას აძლიერებს, ცილა მოკლედ და იმ ცილების პროდუქციას აძლიერებს ვიტამინი A და ეხმარება, თუმცა ყველაზე მთავარი არის ხელოვნური ცრემლის ჩაწვეთება 3-4 დღის განმავლობაში და ეს მომენტალურადაც მისცემს ადამიანს შვებას. შესაძლებელია თბილი კომპრესები, ასევე 10 წუთის განმავლობაში ყოველდღიურად ეს ჯირკვლებს, გასქელებული ჯირკვლები საწობები თუ არის იმას ხსნის და ცხიმის სეკრეციას, ცხიმის გამოყოფას აუმჯობესებს და ამიტომ ეს თბილი საფენები ეხმარება და ასევე 20-20-20 წესი, 20-20 ქართულად არ უდგება კარგად. დაახლოებით ეგეთი რაღაც არ ყოველ 20 წუთში ერთხელ 6 მეტრის სიშორეზე უნდა გაიხედო 20 წამის განმავლობაში. ეგ არის აზრი. ინგლისურიდანაა განმოსული ეს მეთოდი, იმიტომ ეს ხო. და ესეც ეფექტურია იმისთვის, რომ თვალი ზედმეტად არ დაიძაბოს. ომეგა-3-ის მიღება შესაძლებელია 2000 მილიგრამის 12 კვირის განმავლობაში. მეცხრე ნიშანი არის ხელების ქავილი ზამთარში განსაკუთრებით. ეს არის ხელების გაღიზიანება ირიტანტული დერმატიტის ეძახიან მოკლედ, რაც ნიშნავს, რომ ღიზიანდება მოკლედ ხელები და მერე დერმატიტი ვითარდება. ძირითადად გამოწვეულია სიმშრალით და ადამიანების თითქმის 25%-ს აქვს ზამთარში. ზოგ ადამიანს აქვს ეგზემაც და მის გამოა, მაგრამ უმეტესად უბრალოდ სიმშრალის გამოა, იმიტომ რომ ზამთარში ვითარდება, განსაკუთრებით ვინც ხშირად იბანს ხელებს, მერე გარეთ გადის, კანი ხელის მტევნების კანი არის შედარებით თხელი, ადვილად შრება და შესაბამისად მიკრო ტრამვები წარმოიქმნება, მიკრო ნახეთქები წარმოიქმნება, მერე ანთებითი რეაქცია ვითარდება და მერე ქავილი სიწითლე ემატება ამ ყველაფერს, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, ვინც ხშირად იბანს ხელებს და ზოგი ადამიანი კიდე ატოპიური დერმატიტისკენ ამიდრეკილი და ან ალერგიული, ან კონტაქტური დერმატიტი აქვს და იმათ კიდე უფრო მეტად უმძაფრდებათ და კიდე უფრო მეტად ვინც ალერგიულები არიან, მოკლედ უფრო ეს სიმპტომები უფრო მეტად აქვს. ხო, შესაძლებელია კიდე რომ ცხიმოვანი მჟავების დეფიციტის გამო განვითარდეს, ზოგ შემთხვევაში თუთიის დეფიციტი, ზოგ შემთხვევაში ავიტამინის დეფიციტი, მაგრამ ვიტამინის დეფიციტები ხშირად არ არის მან წამყვანი. რა უშველოთ, ძალიან მარტივია, ისეთ ემოლიანტი კრემები, ნებისმიერი მარტივი, ყველა დაიაფიანი არის ეს ვაზელინი, პეტროლიუმის ჟელი. მე-12 ნიშანი არის ხშირი ინფექციები, როცა ადამიანს აქვს ხშირად ცივდება მაგალითად ვირუსული ინფექციები. უმეტესად დაკავშირებულია ეს სად მუშაობს სკოლა, ბაღი და ეს ხშირად უწევს გაცებულ ადამიანებთან კონტაქტი, ამ ბავშვებთან ან ისეთ სამსახურია. უფრო მეტად ვითარდება ესეთ შემთხვევაში გრიპი და გაცემა ადამიანებს. შესაძლებელია ქრონიკული დაღლილობის დროს, ან ძლიერი სტრესის დროს, ან როცა ძილი არ ყოფნის, ვიტამინები და მინერალების დეფიციტიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ამ დროს არის დ-ვიტამინი და თუთია. და დ-ვიტამინის დოზა არის 2000 საერთაშორისო ერთეული დღის განმავლობაში, თუთია დაახლოებით 25 მილიგრამი დღის განმავლობაში. მე-13 მნიშვნელოვანი ნიშანი არის კუნთების სისუსტე. კუნთების სისუსტე შეიძლება ბევრი პრობლემისგან შეიძლება იყოს გამოწვეული, მაგალითად შეჩეული არ არის ფიზიკურ აქტივობას ადამიანი, ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, შეიძლება ნევროლოგიური პრობლემა, ან ფარისებრმა გამოიწვიოს და რაც შეეხება ვიტამინების დეფიციტიდან, დ-ვიტამინის დეფიციტი იწვევს ყველაზე ხშირად და 2000 საერთაშორისო ერთეული დღის განმავლობაში ეხმარება მნიშვნელოვნად. და შემდეგი ნიშანი არის ფერმკრთალი კანი. ფერმკრთალი კანის ყველაზე ხშირი მიზეზი არის ანემია და განსაკუთრებით რკინა-დეფიციტური ანემია, განსაკუთრებით ქალებში ყველაზე ხშირია. ზოგჯერ ანემიას იწვევს ქრონიკული დაავადებები ან B12 ვიტამინის დეფიციტი. კურნალობა არის გამომწვევის მიხედვით, მაგრამ ყველაზე ხშირად მაინც რკინა. და ბოლოს, თუ ადამიანს ჭრილობები უხორცდება გვიან, ესეთ შემთხვევაში ყველაზე ხშირი მისი გამომწვევი არის, შეიძლება დაავადებები იყოს და შეიძლება იყოს დიაბეტი და რამე სერიოზული ქრონიკული დაავადება, მაგრამ საკვების მხრივ, რაც შეიძლება გააკეთოს ადამიანმა, არის ვიტამინი C, თუთია და ცილების მიღება. ეს არის ყველაზე მთავარი. რისი გაკეთება შეგვიძლია, რომ ჭრილობები და ტრამვები ადვილად მოიშუშოთ. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები და გინდათ არხის მხარდაჭერა, შეგიძლიათ დონაციები გააკეთოთ, ანგარიშის ნომრები მითითებული მაქვს აღწერაში.
თუ უბრალოდ გინდათ რომ ხარი დაუჭიროთ არხს, შეგიძლიათ დალაიქოთ, გამოწეროთ, დააკომენტაროთ, გააშიაროთ ნებისმიერ თქვენი აქტივობა არხზე მნიშვნელოვანია არხის განვითარებისთვის. მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ და მადლობა რომ ჩემთან ხართ. ყველა თითოეულ თქვენთაგანს დიდი მადლობა გაწეული მხარდაჭერის.